ბაბუშერას ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა აფხაზეთში შეარაღებული კონფლიქტის დროს სოხუმის ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას დღეს ტიღმის მათას სასაფლაოზე პატივი მიაგეს. 1993 წლის 22 სექტემბერს თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორცვით სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, მოხალისეები, სამედიცინო მუშაკები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რუსული საბრძოლო ხომალდებიდან ნასრული რაკეტით ჩამოაგდეს. საჰაერო ხომალდი ბაბუშერას აეროპორტში დაეშვა და დაიწყო. თვითმფრინავში მყოფი 122 პირიდან 108 დაიღუპა. 92-93 წლებში აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შესწავლის მიზნით შექმნილია ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი. მოლაპარაკებების შედეგად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით ეტაპობრივად მიმდინარეობს ცხედრების მოძიება, იდენტიფიცირება და გადმოსვენება. ბაბუშერას ტრაგედია ჩვენი უახლესი ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკული დღე არის. ამ ადამიანების სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ერის ისტორიაში, მათი გმირობის და ჩვენი ვალია, რომ სახელმწიფო სამშვიდობო პოლიტიკით ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი სულები იყვნენ უკდავყოფილი. მინდა სამძიმარი გამოვუთქვა თითოეულ დაღუპულების ოჯახს, ჩვენ ქვეყანას გადმოსვენებულია სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული და უგზო-უკლოდ დაკარგული იმ პერიოდისთვის ჩვენი თანამებრძოლების ნეშტები. ესეც უდიდესი ჩართულობა იყო როგორც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე წითელი ჯვრის შემადგენლობის. ძალიან მძიმე იყო ეს დღე ჩვენთვის. მინდით რომ გამოაცხადა ტელევიზიამ, რომ თვითმფრინავი ფეთქო. იმ წუთში მაშინთვე გავიფიქრე, რომ ეს ჩემი შვილებია ნამდვილად თვითმფრინავში. არ გაგვიჩერდნენ. სულ ასე გაიქცნენ, სულ ყველა ერთად 7 ბიჭი და 107 და 7 ბიჭი ერთი თანატოლები ერთად წავიდნენ და დღესაც ასე დღეში ჩაკმარეს.